ისე ზოგჯერ კაი დამთხევაა ხოლმე, ხო? ის გამოსხელებელია, აგერ ზუსტად შესაბამისად როცა კითხვები ისმევა, აგერავა ყველაფერი პო ფაქტო. მაგრამ ამას უმაში პირველი იწყება შემოსვლელი წყლის კვანძი, ხო? აქედან იწყება ყველაფერი. რა თქმა უნდა, მიკრონული ფილტრაცია, ეგრეთ წოდებული რედუქცია, აი მას ქვია, ხო? წნევის რედუქტორი, ვაგვირდებით, ხო? აი აქ ეს არის თავარი შემოსვლელი, ქალაქიდან შეიძლება იყოს 5-6 ვაგვირდებით, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული სტატიკური, უბრალოდ აბსოლუტური წნევა და ეს არის სტატიკური ნიშნავს ხარჯზე. ვაგვირდებით, ხო? აი სამს არ უნდა აცდეს. აი მაგას შესაბამისად მე ეს პატივცემული აი ეს აი ამას რასაც ქვია, დამცავი, ხო? აი ეს. და მეორე მომსვლელს ის ქართული რაცა მოყვება კომპლექტაციაში. ხო, ეს პრინციპში ის მუშაობს, ხო? ამაზე არ ვიტყვეს ნაგავიარებთ, მაგრამ ამასაც აქვს აი 0.75, ხო? მეგაპასკალი. ეს არის 7.5 ბარი. ეს არის 10-იანიც არის სხვადასხვა აი ეს პატივცემული დამოკიდებული არის მის წნევაზე. ამიტომ ეს მუშაობს. ამასობაში დანიშნულებას ისაა, კი ბატონო, აქედან წამალმა გამოვასხას, რომ ეს პატივცემული ეგეწოდებული გამაცხელებელი, ხო, ჰაერში არ აწევს. ხო, მეზობელთან არ გაიქცეს. ჩვენ სიტყვებით, თქვენ სიტყვებით არ აფეთქდეს, ხო? ამიტომ ეს კი აუცილებელია, მაგრამ ამასობაში აი ამასთან არის, ხო, ყოველს აი. ხო, კავშირში ვინაიდან ჭავლი უნდა იყოს სტაბილური, ჭავლის შემოსვლელი არ უნდა აცდებოდეს, ხო, 0.8 სამს. სტატიკური, ხო, ეგეწოდებული პრინციპში წნება და შემდეგ ეს პატივცემულის იმუშავებს, მაგრამ კი ბატონო, დაცვა მაინც უნდა იყოს და ეს მე ბოლოს აი ეს გვექნება ჩაყოფილი ეგეწოდებულ კოლბაში გამჭვირვალეში, ხო? თქვენ სცენაზე აი ესეთ კოლბაში კი ბატონო ეს ვედროა, მაგრამ კოლბაში აი წყალს რო დავინახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ხო, რაღაცა ხდება უკვე ჭავლის რა ქვია, ექსელში, ხო? ამასობაში ეს უნდა იყოს ყოველთვის სტაბილური. 2.8 ამასობაში ახაც ვერ დავინახავთ წყალს, ვინაიდან ეს პატივცემულიც უნდა გავაცხელოთ მაქსიმუმ 50 გრადუსზე. ამიტომ ვერ გაფართოვდება იმდენზე, რომ წყალი წამოვიდეს აი აქედან პატივცემულში. მაგრამ 2.8 3 აი აქ